ევროპული სკოლის ორგანიზებით თბილისში გლობალური კონგრესი ინოვაციური სწავლების რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. სასტუმრო პულმანში ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია დასრულებულია, რომელმაც ერთ სივრცეში მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და 500-ზე მეტი დელეგატი გააერთიანა. გახსნით ღონისძიებაზე ვრცელი მოხსენებით წარდგნენ როგორც საერთაშორისო ბაკალავრიატისა და მსოფლიო სკოლის საბჭოს, ასევე კოგნიასა და ნიასკის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, რომლებმაც ქართულ და უცხოელ კოლეგებს საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს. პულმანში გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ კონფერენციის ძირითადი სამუშაო პროცესი უშუალოდ ევროპული სკოლის სივრცეში გადაინაცვლებს. მომდევნო 2 დღის განმავლობაში 50-მდე საერთაშორისო სპიკერი 135-მდე პრეზენტაციას და პანელურ დისკუსიას გამართავს. იყო აიბის მსოფლიო სკოლა ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარ სკოლაში საკუთარი მოსწავლეების სწავლებას, არამედ ურთიერთობას ბევრ სხვა სკოლასთან მთელს რეგიონსა და მსოფლიოში. და სწორედ ამის დემონსტრირებაა აქ. თბილისში ჩამოვიდნენ წარმომადგენლები ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა ჩაერთონ, ისწავლონ და მოусმინონ არა მხოლოდ ევროპული სკოლის მასწავლებლებსა და ხელმძღვანელებს, არამედ არაერთი სხვა სკოლის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს. თბილისის ევროპული სკოლის როლი ნამდვილად არის იყოს საუკეთესო განათლების ავანგარდში. კონფერენციის დღის წესრიგი ნამდვილად დატვირთულია. არის პრეზენტაციების და თემების მრავალფეროვნება. თუმცა მათ ყველას აერთიანებს საერთაშორისო ბაკალავრიატის ფილოსოფია და მისია. გააერთიანოს განმანათლებლები და სტუდენტები, რათა სამყარო უკეთესი და მშვიდობიანი გახდეს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არა მარტო ევროპული სკოლის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. დღეს პირველად ევროპული სკოლა მასპინძლობს ინოვაციური განათლების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც აერთიანებს 500-მდე დელეგატს, განათლების ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აიბის, CIS, კოგნიას, ნიასკს. ეს არის დღე, როდესაც სკოლები ერთმანეთს უზიარებთ ინოვაციური სწავლების მეთოდებს, საუკეთესო პრაქტიკას. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ერთად ვართ უკეთესი განათლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის. კონფერენციის ფარგლებში, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, უცხოელი და ქართველი პროფესიონალები ერთობლივად იმსჯელებენ საგანმანათლებლო სისტემის თანამედროვე გამოწვევებზე, სწავლების ახალ მეთოდებზე და ინოვაციებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე. საქართველო ახლა საგანმანათლებლო ინოვაციების ეპიცენტრია. სასტუმრო პულმანში ინოვაციური სწავლების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონიასა და ევროპულ სკოლაში მიმდინარე 135-მდე პრეზენტაციაზე სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 50-მდე სპიკერი მოიყრის თავს, რაც კერძო და საჯარო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობასაც გულისხმობს. რა თქმა უნდა, აქტიურად ვიმსჯელებთ თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე. მნიშვნელოვანია ის ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოვიყენოთ, როგორც უბრალოდ დამხმარე ინსტრუმენტი. დღევანდელი თაობა საკმაოდ მგრძნობიარეა. ამიტომ ჩვენ პედაგოგებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვიყოთ პრაგმატულები და სწორი მიმართულება მივცეთ მომავალ ლიდერებს, რათა მათი იდეები და იდეალისტური ოცნებები რეალურ პროექტებად ვაქციოთ.